ძირფასი რესურსი, ფული, დრო და ადამიანური კაპიტალი ბიზნესის დასაწყებად ან გასაუმჯობესებლად. როგორ დავეუფლოთ ფულის კეთების ნამდვილ ხელოვნებას? რადიო იმედის ეთერშია ბიზნესი, თორნიკე გურულთან ერთად. ყველას გულთაათ მოგესალმებით, ეს სამშაბათია და სამშაბათობით ტრადიციულად ვიკრიბებით ხოლმე რადიო იმედის ეთერში, რათა ვისაუბროთ ბიზნესზე. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ არ მარტო გვისმენთ, არამედ გვიყურებთ კიდეც ის პორტალებზე იმედი.g და myvideo.g, ასევე მაგთის IP ტელევიზიის 53 არხზე. სეზონი მოვიდა, დღეს მზე ანათებს და ძალიან ბევრი მანქანაა გზაში და შეიძლება ბევრი ძღოლიც გვისმეს ახლა ამ წუთებში და ბევრისთვის ხდება ხოლმე ესეთი საინტერესო თემა, რომელიც უკავშირდება სასწრაფო საგზაო დახმარებას და თბილისში ახალი სასწრაფო საგზაო დახმარების აპლიკაცია გამოჩნდა, რომელსაც SOS Auto ქვია და მისი თანადამფუძნებელი და დირექტორი ნათია შუბითიძე მოვიწვია დღეს სტუდიაში სასაუბროდ. მოგესალმებით ნათია. პირველში გილოცავთ ახალ აპლიკაციას. რატომ გადაწყვიტეთ ზოგადად სასწრაფო საგზაო დახმარების აპლიკაცია გაგეკეთებიათ და ზოგადად რა არის ეს აპლიკაცია? მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. SOS Auto არის მობილური აპლიკაცია მძღოლებისთვის. ეს იდეა დაახლოებით 3 წლის წინ გაჩნდა, როდესაც პირადად მე დამჭირდა ევაკუატორი და ევაკუატორის მოძიების პროცესი იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ აი სწორედ მაგ დღეს გაჩნდა ეს იდეა და დაიწყო ესე რომ ვთქვათ SOS Auto-ს ირგვლივ ჩემი ცხოვრება. მერე ყველაზე მთავარი რაც იყო Tegeta-ს და Future Lab-ის პროექტში მოვხდი სტარტაპ დრაივში, გავიმარჯვე, ინვესტიცია მივიღე Tegeta-სგან და უკვე დავიწყეთ აპლიკაციის შექმნა. საკმაოდ რთული სფერო არის და რთული პროცესი არის, იმიტომ რომ ბაზარზე აპლიკაციით მხოლოდ ჩვენ ვართ და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს მომსახურება, ესე რომ ვთქვათ, გავაციფროთ, თუმცა ვალიდაცია გავიარეთ კიდევ ერთხელ ზაფხულში ჯიტას გრანტიც ავიღეთ და ეს საკმაოდ დაგვეხმარა, განვაახლეთ აპლიკაცია და უკვე გაახლებული აპლიკაციით შეუძლიათ მომხმარებლებს რა საკეთებს ეს აპლიკაცია? ეს აპლიკაცია ჩვენ ვაერთიანებთ სერვისის შემსრულებლებს და მომხმარებლებს ერთმანეთთან. ჩვენ გვაქვს 8 სერვისი, ევაკუატორის მომსახურება, საწვავის მიწოდება, აკუმულატორის დატენვა, მძღოლის მომსახურება. ანუ ქუჩაში გაჩერდები და გჭირდება სასწრაფო საგზაო დახმარება. ასეთ შემთხვევაში SOS Auto-ს უნდა ჩამოტვირთო. ან უნდა გქონდეს უკვე ჩამოტვირთული. ან უნდა გქონდეს უკვე ჩამოტვირთული და ძალიან მარტივად, აი როგორც ტაქსს ვიძახებთ, ზუსტად იგივე პრინციპი გვაქვს, გიგზავნით ახლოს მდებარე დახმარებას და ეს ჩვენთვის და მომხმარებლებისთვის საკმაოდ პრიორიტეტია, იმიტომ რომ ლოდინი აღარ გიწევს, ფასით შესაბამისად დაბალი არის და თან ჩვენ ყველა მომხმარებლებს ვჩუქნით Tegeta-ს და სხვადასხვა კომპანიის უფასო სერვისებს, ფასდაკლებებს და დამატებითი ბენეფიტებიც არის მომხმარებლისთვის. ზოგადად რამდენად იყო მოთხოვნა ნათია ბაზარზე მსგავსი ტიპის სერვისის, იმიტომ რომ ძირითადად შემთხვევაში არსებობს ხოლმე რაღაც ტელეფონის ნომრები, მე არ დავასახელებ კომპანიებს, აი ამ ტელეფონის ნომერს უცებ ვეძებთ ხოლმე და სწრაფად ვურეკავთ ხოლმე ამ ტელეფონზე და არ გვჭირდება რაღაცა დამატებითი ტიპის რაღაც ქმედებების ჩატარება. რამდენად იყო მოთხოვნა აპლიკაციაზე? იცით როგორ არის, დაახლოებით 13 წლის წინ ტაქსის მიმართულებითაც იგივე კითხვები ისმოდა, მახსოვს, რომ არ არის საჭირო, შეგვიძლია ტელეფონით გამოვიძახოთ და ასე შემდეგ. ამ სფეროში ზუსტად იგივენაირად არის, ანუ ადამიანები მზად არიან, რომ რეალურად აღარ დარეკონ და ეს მომსახურებაც აპით გამოიძახონ, თუმცა საკმაოდ რთული არის, იმიტომ რომ სპეციფიური სფერო არის, მაგრამ რა ვიცი, ვცდილობთ, რომ ბოლომდე გავაციფრულოთ და ანუ ზარები შევამციროთ მაქსიმალურად. და ადამიანური რესურსი ნაკლებად იყოს ჩართული. იმიტომ რომ სატელეფონოს არის კიდევ ადამიანთან არის დაკავშირებული, მერე დროსთან არის დაკავშირებული და აქ შეზღუდულ დროში ყველაზე საუკეთესო ოპციას გთავაზობთ ეს SOS Auto, SOS Auto, რაღაც შევეჩვიე ეს SOS-ი ჩემთვის SOS-თან ასოცირდება. ეს პრობლემა ისიც მოგვართავებს. როგორ წარმოიშვა მოთხოვნა, ანუ რამდენად აღმოჩნდა ბაზარზე ამის მოთხოვნა, რამდენი მომხმარებელი დააგროვეთ, რამდენია მობილური აპლიკაციის ჩამოტვირთვის პროცენტულობა ბოლო პერიოდში? ჩვენ ბაზარზე
ბაზარზე აქტიურად ესე რომ ვთქვათ ვოპერირებ დაახლოებით 1 წელი არის. თუმცა დავიწყეთ კორპორატიული მიმართულებით ამ ეტაპზე ვიმსახურებით ცენტრებს, Toyota ცენტრი, Tegeta, Volvo ცენტრი, ავტოგალერი და Tegeta-ს ყველა შვილობილი კომპანია და ასევე Mercedes-ის ცენტრი. დავიწყეთ კორპორატიული მიმართულებით, თუმცა ფიზიკურ პირებზეც, რა თქმა უნდა, გვაქვს გამოძახებები და ჩამოტვირთვები, ანუ მარკეტინგის კუთხით ახლა ვიწყებთ უფრო დიდ მარკეტის რომ უფრო ცნობადი გახდეს ჩვენი აპლიკაცია და რაც შეიძლება მეტმა ფიზიკურმა პირმა გადმოტვირთვოს და შემდგომ უკვე თუ დაჭირდა დახმარება დავეხმაროთ. ნუ სტატისტიკურად საკმაოდ მოთხოვნადი სერვისი არის. ჩვენ ამავე დროს ბაზარზე რომ დავიწყეთ ეს ოპერირება, გაჩნდა იმის მოთხოვნაც, რომ ავტომზიდის მომსახურებით სხვადასხვა კომპანიებს გაუჩნდათ სურვილი და ბაქოში და სომხეთში აქტიურად რეექსპორტზეც გაყავს ცენტრის მანქანები. ეს დამატებითი ჩვენი ესე რომ ვთქვათ ანუ მე შემსაუბრებლად გამოვიძახო მანქანა საქართველოში და გადავზიდო ეს მანქანა ბაქოში, ერევანში ან სომხეთთან აზერბაიჯანის ნებისმიერ ადგილას. დიახ, ეხლა დავამატეთ ჩვენ ვებზე, გავტესტავთ MVP ბუკინგი, ანუ წინასწარი ჯავშნების სისტემა და ეხლა შევხედავთ როგორი მუშაობს კორპორატიული მიმართულებით და აპზეც ვაპირებთ რომ გადავიტანოთ, რომ აი წინასწარ მოხდეს დაუშვათ შეკვეთა და არა იმ წამს იმ დროს. გარდა კორპორაციული მომხმარებისა, რომელიც ჩამოთვალეთ და ფართო სპექტრი ამ კორპორაციული მომხმარებისა, ფიზიკური პირების მხრიდან თუ გაჩნდა ინტერესი ამ მიმართულებით და რომელია ყველაზე ხშირი სერვისი, რომელსაც იყენებენ თქვენ ახსენეთ, რომ 8 სხვა ტიპის სერვისი გაქვთ. კი, რა თქმა უნდა, ფიზიკური პირებსაც ჩვეულებრივად ვიმსახურებით, თუმცა აქამდე ეს აქტიურად ვიყავით მხოლოდ კორპორატიული მიმართულებით. ყველაზე მოთხოვნადი არის ევაკუატორის მომსახურება და ფხიზელი მძღოლის გამოძახება. ფხიზელი მძღოლის გამოძახება რას გულისხმობს? მაგალითად, თუ ხარ ნასვამი, ან უბრალოდ არ შეგიძლია შენივე მანქანით გადაადგილება, გამოიძახებ აპლიკაციიდან ჩვენ მძღოლს, მოვა მძღოლი და თქვენივე მანქანით გადაგიყვანთ შესაბამის ლოკაციაზე. ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ქართველებს განსაკუთრებით უყვართ ხოლმე მოხენა და შესაბამისად ჩვენ ახლა რაღაც სოციალური კამპანია გვინდო და ესე რომ ვთქვათ, მე ჩემ პარტნიორი ვფიქრობდით ირაკლი, რომ აი რა გაგვეკეთებინა, რომ რაღაც სოციალური პასუხისმგებლობა აგვეღო და ჩაუშვებთ ესეთ კამპანიას, არ დაჯდეს საჭესთან ნასვამი, გამოიძახეს ოსავტოს მძღოლი და ამ ხრივ გვინდა რომ კიდევ უფრო გავაცნოთ საზოგადოებას და რაღაცა ეს კულტურა შევქმნათ იმის, რომ არ დაჯდე, სხვასაც არ შეუქმნა საფრთხე და არ ჩენ თავს და უბრალოდ გამოიძახო მძღოლი, რომლის ესე რომ ვთქვათ ანაზღაურება და თანხა საკმაოდ ისე მიზერული არის. დიახ, ასეთ შემთხვევებში ხშირია მსმენია ხომ რომ ზედა ტაქსებს მიმართავენ იქვე ახლოს იჭერენ ხოლმე ტაქსებს და აი ამ ტაქსით გადაადგიდებიან მე და ტაქსის მძღოლი სხვა ტაქსით ბრუნდება თავის ავტომობილთან და თქვენ შემთხვევაში ძალიან მარტივი იქნება მობილური აპლიკაციით გამოიძახება პირდაპირ ადგილას მოვა. არავის დარეკვა არ დაგჭირდება და ქუჩაში ლოდინიც არ დაგჭირდება და არაფერი არ დაგჭირდება და შესაბამისად უფრო მარტივი იქნება, რომ ყველაზე მოთხოვნადი აი ეს ფხიზელი მძღოლი. კი, ფხიზელი, ნუ აკუმულატორის დატენვა არის უფრო მესამე ადგილზე და დანარჩენი ეს საბურავი და საწვავის მიწოდება. საბურავიც შედის. ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევა მაინც მძღოლებისთვის არის ხოლმე, როდესაც ქალაქგარეთ მიდიან და განსაკუთრებით სოფლებში და მსგავსი ტიპის ადგილებში, სადაც ასეთი ტიპის სერვისი არ არსებობს. რამდენად ფარავთ თქვენ მთლიან საქართველოს და რამდენად იყოფა მოთხოვნა თბილისსა და რეგიონებს შორის? იცით როგორ არის ამ ეტაპზე მაინც ესე რომ ვთქვათ თბილისი არის ესეთი ჩვენი ცენტრი, სადაც მუშაობთ, თუმცა ყავს პარტნიორის შემსრულებლები თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით და რეალურად გორში თუ გაგიფუჭდებათ მანქანა გორიდან ჩვენი პარტნიორი შემსრულებელი დაგეხმარებათ და არა თბილისიდან. და ეს რა თქმა უნდა ხარჯებს დაგიზარდოს. რა თქმა უნდა და დროსაც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. 2025-ის გეგმა არის იც რომ მთელი საქართველო დავფაროთ.
ეხა ამ ეტაპზე უფრო დიდ ქალაქებში ვართ წარმოდგენილი, თუმცა 2025-ში მთლიანად საქართველოს გვინდა რომ დავფაროთ. პარტნიორების შემსრულებლები, რომლებიც თქვენ გახლავთ, მარტივია მათი მოზიდვა და მათი მოძიება, იმიტომ რომ საქართველოში იპო მაღალი კვალიფიკაციის პასუხისმგებლობით ახსავს მძღოლი თან ამ სხვა მიმართულებით სერვისებში, ალბათ არც თუ ისე მარტივია. არის მარტივი კი საკმაოდ რთული არის. გონია რომ ეს შეუძლია, მაგრამ საბოლოო ჯამში აწდები ძალიან ბევრ პრობლემებს. ზოგადად თქვი თავინაც რომ საკმაოდ რთული სფერო არის და არც ერთ რაღაც ნაწილში არაფერი არ არის დალაგებული სამწუხაროდ და შესაბამისად ჩვენ ვინაიდან ცენტრებს ვემსახურებით ახალი მანქანები გადაყვავს, როგორ არის იცით ძალიან ფრთხილად ვარჩევ მძღოლებს. ვინც ყავს ჩვენ ახლა ამ ეტაპზე, როგორ გითხრათ, თვეში ერთხელ ვამოწმებთ ავტოპარკს, იქ არის რაღაც დეტალები ევაკუატორზე, რაზეც უფრო უნდა გავამახვილოთ ყურადღება და ესე რომ ვთქვათ, სერვისის კუთხითაც მძღოლებმა უკვე კარგად იციან, ჩვენმა მძღოლებმა მომსახურება, რაზეც მეტყველებს ის, რომ ყველა ჩვენი კორპორატიული კომპანია საკმაოდ კმაყოფილი არის. თუ პროცესს გავდივართ დღემდე, თუმცა შეუძლებელი არაფერი არ არის. კარგი გუნდი ვართ, ძირითადად მე და ჩემი პარტნიორი ირაკლი მუშაობთ, ესე რომ ვთქვათ, ერთად და ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ შევძელით ის რაც ცოტა წარმოუდგენელი გვეგონა ჩვენც თავიდან. თბილისში ძირითადად გამოძახებები, როგორც თქვით, და თბილისი ლიდერობს ამ მიმართულებით, ალბათ ყველაზე მეტი მანქანაც აქ არის თავმოყრილი. კი და ასევე ბათუმი, ფოთის სპორტები და მანქანების გამოყვანაც შეგვიძლია რეალურად და ჩვენ მთავარი ბენეფიტი ის არის კიდე რომ ჩვენ ყველა მომხმარებელს სხვადასხვა უფასო სერვისებს ვუქნით. და რა არის უფასო სერვისი? მაგალითად სავალი ნაწილის შემოწმება, ან მანქანის დიაგნოსტიკა, ან სეზონურად მაგალითად საბურავზე ფასდაკლებები, აკუმულატორზე ფასდაკლებები, რაც აკუმულატორი გაგიფუჭდა პარტნიორ ორგანიზაციიდან შესთავაზებ ფასდაკლებას და შესაბამისად მომხმარებლისთვისაც უკეთესია. კი. და ეგ რა თქმა უნდა დამატებით ბენეფიტს აძლევს მე მომხმარებელს იმისათვის რომ თქვენი სერვისი იმსახურება. იმიტომ რომ მაინც ხომ უნდა იყიდოს ეს პროდუქტი და რა თუ უფრო შეღავთიან ფასად იყიდის და ადგილზე დაუმონტაჟებს, ესეც კიდევ ცალკე დამატებით სერვისია, რომელიც გამომარტივებს მძღოლს ცხოვრებას და ამიტომ მგონია რომ ძალიან ბევრი ადამიანი იქნება ის, ვინც თქვენს აპლიკაციას გამოიწერს და ჩამოტვირთავს და შემდგომში გამოიწერს. თქვენ ახსენეთ რომ ფოთიდანაც მოგყავთ მანქანები. ასეთ შემთხვევაში ძალიან საინტერესოა დაზღვევის კომპონენტი. რამდენად დაზღვეული ვარ მე მძღოლი, როდესაც ჩემი სრულიად ახალი მანქანა მოგაბარეთ. დიახ. 100% დაზღვეული ხარ. ამას თქვენ კიდევ ცალკე დაზღვევას აკეთებთ თუ როგორ მუშაობს ეს ბიზნეს მოდელი? რეალურად ესე სამწუხაროდ არ არსებობს. ეხლა ქალაქშიც რომ ნახოთ ერთიან ევაკუატორებზე მანქანა როდევს, არ არის დაზღვეული, არ გვაქვს ისეთი პაკეტი სადაზღვევებს, რომ მაგალითად ეს მომსახურება იყოს დაზღვეული. შესაბამისად არის რაღაც გზის დაზღვევა და ასე შემდეგ, რითიც ჩვენც უფრო მშვიდად ვართ და მომხმარებელიც. და ასევე რა თქმა უნდა ჩვენი კომპანიის პასუხისმგებლობა არის, რომ ნებისმიერი ზიანის შემთხვევაში ჩვენ ვართ პასუხისმგებელი მომხმარებელთან. რა თქმა უნდა მომხმარებელს ურჩევნია ასეთი კომპანია გამოიძახოს ხომ ვიდრე ფიზიკური პირი, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ რამე მოხდა და რამე შეიძლება მოხდეს სადაზღვევო შემთხვევა ყოველთვის შეიძლება იყოს ჯობია რომ კომპანიასთან გქონდეს მე ურთიერთობა ვიდრე გექნება ალბათ ფიზიკურ პირთან და დოკუმენტაციის კუთხითაც, როცა ორგანიზაციასთან გააქვს, თუნდაც ინვოისის კუთხით და მსგავსი ტიპის დოკუმენტაციის კუთხით, რომელიც შემდგომში საბუღალტრო თემებშიც მნიშვნელოვანია, ალბათ ორგანიზაციასთან მუშაობა უფრო განსხვავებული. რამდენად განსხვავებულია ბაზართან შედარებით თქვენი ფასი? ეს არის ბაზარზე საბაზრო ფასი, უფრო მაღალი ხართ თუ უფრო დაბალი ხართ თუ როგორ არის თქვენი პოზიციონირება საფასო ჭრილში? დიახ, თქვენ რაც ახსენეთ, ჩვენ ასევე
სწრაფ რეაგირებასთან ერთად ბევრ დამატებით ბენეფიტს ვთავაზობთ კომპანიებს, აი თუნდაც ეს ინვოისი, ეს მოწესრიგებული დოკუმენტები და ასე შემდეგ. რაც შეეხება ტარიფებს, საშუალო ტარიფები, რაც ბაზარზე არის, არც იმაზე დაბალი, არც იმაზე მაღალი. საშუალო სტანდარტული ტარიფებით მუშაობთ, კი. და რა თქმა უნდა ეს პოპულარობას გააზრდის შემდგომში თქვენი სერვისას, იმიტომ რომ ფასი თუ შეღავათიანია შემდგომში რამდენად არის ხომ შემთხვევები ისეთი, როდესაც თქვენ საავტოსაგზაო შემთხვევა და ამის შემდგომ კიდევ რაღაც დამატებითი სერვისი ჭირდება მხოლოდ თქვენ ახსენეთ აკუმულატორის სერვისი, საბურავის სერვისი, საწვავის მიწოდების სერვისი, მსგავსი ტიპის სერვისები. მაგრამ შეიძლება ავტომობილს ჭირდება კიდევ უფრო დიდი მოცულობის სამუშაოების ჩატარება მის ავტომობილზე, რამდენად არის მსგავსი შეთავაზება ამ მობილურ აპლიკაციაში? ამ ეტაპზე მხოლოდ ეს ჩვენი სერვისები გვაქვს, თუმცა ჩვენი რაღაც საბოლოო მიზანი არის ის, რომ რეალურად რაღაც დამატებით ბენეფიტები დავამატოთ აპლიკაციაში სამომავლოდ, რაც მძღოლისთვის აი რაღაც ერთი სივრცეში იქნება ყველაფერი. თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ რაც ჩვენი სერვისები გვაქვს, იმ სერვისებზე მუშაობთ. რაღაც აი რაც გვაქვს ავტოსერვისებთან, ესე რომ ვთქვათ, თეგეტასთან ფასდაკლებები, მაგას ანუ ესე რომ ვთქვათ, ყველას ჩუქნით და შესაბამისად შეუძლიათ პირდაპირ მივიდნენ და თეგეტას მომსახურებით ისარგებლონ. საბურავის შემთხვევაში ან აკუმულატორის შემთხვევაში გამოძახების დროს მხოლოდ პროდუქცია იღებს მომხმარებელი, მაგალითად აკუმულატორს საბურავს თუ და მონტაჟიც იგულისხმება ამ სერვისში. მხოლოდ მონტაჟი და შეცვლა. ჩვენ მაგალითად არ შეგვიძლია ახალი საბურავი მიუტანოთ, ახალი აკუმულატორი მიუტანოთ. ჩვენ შეგვიძლია დამუხტვა, დატენვა, საბურავის შეცვლა, მხოლოდ ეს შეგვიძლია ამ ეტაპზე. ანუ ჩვენ რომ მივიტანოთ მაგალითად ახალი საბურავი და დაუმონტაჟოთ, ესე არა. უბრალოდ თქვენ მხოლოდ შეკეთების კომპონენტში ხართ, რომ დაეხმაროთ, რომ უახლოეს წერტილამდე მივიდეს და მე თქვენი ფასდაკლებით ისარგებლებს და ამ პროდუქტს მიიღებს. თქვენ ახსენეთ 8 სერვისი, ჩვენ ამდენიმე მათგანი ჩამოთვალეთ, ეს იყო ფხიზელი მძღოლის გამოძახება, ჩვენ თქვით ასევე საბურავის შეცვლა, აკუმულატორის შეცვლა, ჩაკეტილი კარის გაღება. ჩაკეტილი კარის გაღება, ალბათ ეს ჩაკეტილი კარის გაღება ერთ-ერთი ხშირად მოთხოვნადი სერვისია. სტატისტიკურად რო ავიღოთ, დაახლოებით მეოთხე სერვისი არის, რაც ჩვენ სერვისებში მოთხოვნადი არის. კი, ხშირად ეკეტებათ მომხმარებლებს კარები ავტომობილის. ანუ შიგნით ტოვებენ გასაღებს. კი, არის ეგ შემთხვევები, დაკარგვის შემთხვევები, ეკარგებათ მანქანა და ჩვენი ავტომობილის კი, უღებს კარებს. ეგეც ერთ-ერთი თავი მოთხოვნა. კიდევ რა სერვისები გაქვთ? კიდე გვაქვს ანუ ევაკუატორის სერვისი იყოფა რაღაც ქვეკატეგორიებად, სტანდარტული ევაკუატორი 3 ტონამდე, შემდეგ გვაქვს უკვე 3-დან ზევით 12 ტონამდე ცოტა მძიმე ტექნიკის გადასაზრდი ევაკუატორი და ეგრეთ წოდებული ობობა ევაკუატორი, როდესაც მანქანა ეს არის ავხსნი, როდესაც მანქანა ვერ გორავს, ვერ ნეიტრალდება, ან სადღაც არის გადავარდნილი, შეგვიძლია ეგეთ დროსაც დავეხმაროთ მომხმარებლებს. ამას ქვია ეგრეთ წოდებული ობობა ევაკუატორი. რომელიც ალბათ ერთ-ერთი საინტერესოა მომხმარებლებს. რა შემთხვევაში არ უნდა დაემართოს ადამიანს სასწრაფო საგზაო დახმარებისთვის, ყველა მიმართულებით შესაძლებელია. როგორ გაიზარდა ზოგადად მობილური აპლიკაციების ჩამოტვირთები, რა მოქმედებს ამაზე? მოქმედებს პირობითად სეზონი, ახლა გაზაფხული მოდის და ალბათ უფრო მეტი ადამიანი დაიწყებს მგზავრობას და უფრო მეტი ადამიანი შეძლებს კარეთ გავიდეს და მეტი მოძრაობა კიდევ მეტ პრობლემებს უქმნის მომხმარებლებს. თუ რაზეა დამოკიდებული? იცით როგორ არის? ეხლა დაახლოებით ამ ეტაპზე 6000-ზე მეტი, ესე რომ ვთქვათ, მომხმარებელი გვყავს, ვინც ჩვენი აპლიკაცია ჩამოტვირთა. ძირითადად უფრო მეტად აი ეს ცუდი ამინდების დროს, მაგალითად თოვლი თუ არის გზები მოყინული, მაშინ უფრო იზრდება.
ეს ჩვენი ესე რომ ვთქვათ მომსახურებები თუმცა ანუ ყოველწლიურად აი ხა ეს 1 წლის პერიოდი რო შევა ფასოდ საკმაოდ არაპროგნოზირებადი არის რა შეიძლება დღეს მაგალითად იყოს 30 გამოძახება და ხვალ 1 გამოძახება იყოს ამიტომ ესე ცოტა გამიჭირდება რაღაცა სტატისტიკა მოვიყვანო კი ალბათ მარკეტინგულ აქტივობებსაც აქვს კი მარკეტინგულ აქტივობები ვინაიდან ჩვენ ვართ ესეთი საქართველოში ქართული დაფუძნებული კომპანია და ამ ეტაპზე თეგეტას ინვესტიცია გქონდა შემდეგ უკვე ჯიტა საკმაოდ დაგვეხმარა ანუ სულ ვართ ესე ინვესტიციით რესურსებით შესაბამისად უფრო ნაკლები არის და რა რესურსებიც გვაქვს იმ რესურსებით ვცდილობთ რომ თუნდაც ეს მარკეტინგი უფრო მეტად წამოვწიოთ ჩვენი კომპანია წინ უფრო მეტ ხალხს გავაცნოთ და აი სულ ვცდილობთ რომ რაღაც ისეთი ახალი მოვიფიქროთ ამ მარკეტინგის კუთხით და უფრო ინოვაციური და საინტერესო რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენზე ხო ანუ აი დამატებით ინვესტიციას ეს მოძიების ეტაპზე ვართ უცხოური იქნება თუ ეს ქართული რომ გვინდა რომ რაღაცა 90%-ით მე ფინანსები გაუშვათ რომ უფრო ესე რომ თქვა მარკეტინგულად შეუტიოთ რომ ყველამ გაიგოს ჩვენი აპლიკაციის შესახებ. ყველასთვის ისეთი სერვისია რომ აუცილებლად ყველას მოეწონება იმიტომ რომ მომხმარებლები ძალიან ბევრს ყავს დღეს ავტომობილი აი ამ საცობებში და აი ამ გადატვირთულ ტრასებზე ვფიქრობ რომ მსგავს ტიპის მომსახურებები ყველასთვის საინტერესო არის და მით უფრო როდესაც თქვენ ამბობთ რომ თქვენ შეგიძლიათ მეზობელ ქვეყნებშიც გადატვირთოთ ავტომობილები და გადაიყვანოთ ევაკუატორი ესეც საკმაოდ მოთხოვნადი შეიძლება იყოს იმიტომ რომ სრულიად ახალი მანქანა გყავს და ახალ ავტომობილს ფლობ ასეთ შემთხვევაში არ გინდა ხომ რაღაც ადგილებში გაიაროს და კიდე რომ რაღაც ადგილში დაიშვებამდე მივიდეს რამდენად დიდია მოთხოვნა მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში ჩვენ ახლა ბაქოს და ყაზახეთის ბაზარი ესე რომ ვთქვათ შევისწავლეთ ყველაზე საინტერესო არის ყაზახეთის ბაზარი ჩვენთვის და რაღაცა ვფიქრობთ რომ წლის ბოლოს სინჯოთ და ეს ჩვენი აპლიკაცია რაღაც MVP გავტესტოთ გავიტანოთ ყაზახეთის ბაზარი არის სტანდარტულ ევაკუატორებზე ერთიან ევაკუატორებზე ანუ ჩვენთვის საკმაოდ მიმზიდველი იმიტომ რომ ამეტების ყველა ჩაატარეთ კი რა თქმა უნდა დაახლოებით 10 ჯერ მეტი მოთხოვნაა ყაზახეთში ყოველდღიურად ყაზახეთთან დიდიც არის საქართველოში თუ ერთ მხარიდან მეორე მხარეს 4 საათში დაფარავ მაქსიმუმ თბილისიდან ნებისმიერ ადგილს დაფარავ 4 საათი 5 საათის განმავლობაში ყაზახეთში ეს ასე არ არის იმიტომ რომ ყაზახეთი დიდია ტერიტორიულად ორი ცენტრი აქვს თითქმის და ბევრი ისეთი ადგილებით არის რომელიც დაუსახლებელია და კი და საკმაოდ საინტერესო ბაზარი არის ჩვენთვის ვიყავით ჩასულები და ანუ მოთხოვნაც არის და ზუსტად ანალოგიურად ხდება იქაც გამოძახება როგორც ჩვენთან ეს გუგლში მოძებნა დარეკვა დალოდება აბასათხარ რამდენხანში მოხვალ აი ზუსტად იგივე პრინციპით ესე რომ ვთქვათ ხდება იქითაც და რა ვიცი ფიქრობ რომ იქაც მზად არიან იმიტომ რომ ტაქსის აპლიკაციები საკმაოდ კარგად მუშაობს და შესაბამისად არ უნდა გაუჭირდეს ყაზახეთსაც ჩვენი აპლიკაციის ესე რომ ვთქვათ გამოყენება იმიტომ რომ თუ ტაქსი იყენებს მსგავსად შეუძლია გამოყენება ძალიან მარტივი ჩამოტვირთვის პროცესი რამდენად მარტივია ხშირ შემთხვევაში რაღაცა ბარათის მიბმას და მსგავს ტიპის რაღაცებს ითხოვს ხოლმე რომ ყველა მაქვს ნანახი ეგეთი მომხმარებლები მობილური აპლიკაციის ჩამოტვირთვის დროს უპირატესობას აინჭებენ ისეთ ტიპის აპლიკაციებს სადაც არ არის მოთხოვნილი რომელშიც არ არის მოთხოვნილი მიბმა რაღაც ბარათის ან გადახდის სისტემის იმიტომ რომ მაინც შიში აქვს ხოლმე მომხმარებლის ერთ ნაწილს ბარათების მიბმის თქვენთან როგორ ხდება მობილური აპლიკაციის ჩამოტვირთვა რამდენად მარტივია ჩვენც აი მაგ ეტაპამდე რომ მივედით ვიფიქრეთ რომ აი მაგალითად მე როგორ და ჩვენ როგორ მოგვეწონებოდა რა თქმა უნდა არ გვაქვს იგივენაირად ბარათს არაბავ იმ შემთხვევაში ხდება შენი ბარათის მონაცემების შეყვანა როცა უკვე გიდასტურდება როცა უკვე მძღოლი მოდის შენთან მაგ დროს ხდება ბარათის მიბმა ესე რომ თქვა თანხის ბლოკირება და მე უკვე რო სრულდება მომსახურება მაგ შემთხვევაში გეჭრება თანხა
Apple Pay თუ არის შესაძლებელი. მუშაობთ მაგაზე და გვიქნება დავამატებთ რომ Pay-თაც ანუ მოხდეს მარტივად გადახდა. იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ძალიან მარტივია იღებს სერვისს და მარტივად იხდი მე აი ამ სერვისიდან გამომდინარე თანხას და რა არის თქვენი საბოლოო გეგმები? რას ფიქრობთ, როგორ ფიქრობთ ამ SOS Autos განვითარებას და როგორ ფიქრობთ მომავალში ამ მიმართულებით წინ წასვლას? პირველ რიგში 20-25 წელი ჩვენთვის იქნება რაღაც გარდამტეხი წელი, იმიტომ რომ შეიძლება მეტი მომხმარებლები უნდა დავაგროვოთ და მეტ მომხმარებელს გაუწიოთ მომსახურება და დახმარება. ძირითადად არის ის, რომ მთელი საქართველო დავფაროთ და ყველას გავაგებინოთ ჩვენი აპლიკაციის შესახებ და ასევე ყაზახეთის ბაზარზეც ესე რომ ვთქვათ, მოვსინჯოთ რამდენად გამოგვივა და ყველაზე მთავარი, ეხა იმ ეტაპზე ვართ, რომ რაღაც დამატებითი ინვესტიცია, ის იქნება უცხოური ფონდებით, ან თუ საქართველოში მოვიზიდოთ, რომ უფრო სწრაფად განვითარდეთ. ნათია, და ბოლოს შეკითხვაზე გადავალთ, რა არის ამ ბიზნესში ყველაზე დიდი გამოწვევა? ყველაზე დიდი გამოწვევა არის მაინც ის, რომ ადამიანებს მივაჩვიოთ, რომ დაზე დახმარება რო დაჭირდებათ, აღარ დარეკონ და აპლიკაციით გამოიძახონ. და საერთოდ აღარ დაჭირდეთ ვინმესთან დარეკონ და საუბარი. მე ყველას რა თქმა უნდა ვუსურებ იმას, რომ არ დაჭირდეთ საერთოდ არაფერი, მაგრამ ცხოვრება არ არის ასე მოწყობილი, რომ ჩვენ მუდმივად გადავაადგილდებოდეთ და არც მანქანა და არც ტექნიკა არ ფუჭდებოდეს, განსაკუთრებით ავტომობილი. მაგრამ აუცილებლად უნდა გისურვოთ წარმატებები, განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის, რომ თქვენ გადაწყვეტილი გააქვთ საქართველოს გარდა კიდევ გაფართოვდეთ საზღვარგარეთ და საზღვარგარეთ შეეცადოთ კიდევ ქართული ბრენდი და ქართული პროდუქტი გაყიდოთ, ამას ყოველთვის მივესალმებით ხოლმე. ჩვენი სათეატრო ამით დასრულებულია, ძალიან საინტერესო სტუმარი გყავდა დღეს გადაცემაში სტუმრად ნათია შუბითიძე, ის გახლავთ SOS Autos თანადამფუძნებელი და დირექტორი. SOS Auto მობილური აპლიკაცია, რომელიც სასწრაფო საგზაო დახმარებას უწევს მომხმარებას და იმ ადამიანებს, ვისაც სჭირდება ხიზელი მძღოლის თუ ევაკუატორის გამოძახება, ან სულაც საბურავი გაუფუჭდა, ან თუნდაც საწვავი დააკდა. დღევანდელი ჩვენი ეთერი ამით დასრულებულია, ჩვენ ერთმანეთს შემდეგ სამშაბათს შევხვდებით დროებით.